ჯეჯილი, წითლად შეღებილი კვერცხი და ტრადიციული სუფრის მთავარი სიმბოლო პასკა. წლებთან ერთად იცვლება გემოვნებაც, რის შედეგადაც ირგვლივ უფრო ხშირად გვხვდება სხვადასხვა რეცეპტით დამზადებული პროდუქცია და უცხოური პანეტონეც, რომელიც დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში. სააღდგომო სამზადიში საწარმოებიც აქტიურად ერთვება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად აქ მარაგების შევსებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. პასკის დამზადება ზოგადად ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. წელს მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო პასკა, რომელიც მთელი ჩვენი არსებობის ისტორიაში გვაქვს. ეს იყო უცხოელი სპეციალისტის დამსახურება, რომელმაც ბევრი რამე შეგვაცვლევინა, უფრო ევროპული კუთხითაც დაგვანახა პასკის ცხობა როგორ უნდა. 24 დღე დაგვაგვიანდა იმისთვის, რომ შეგვექმნა ის რაოდენობა, რაც ბაზარს თვლით რომ ეყოფოდა. დაახლოებით 5-6%-ით გაგვიწვირდა წელს პასკა, რაც გამოიწვია ძირითადად ხელფასების და. თბილისში რა თქმა უნდა მეტი იყიდება, მაგრამ რეგიონშიც კარგად იყიდება. ფასების ზრდა შეინიშნება ლოკალურ ბაზრებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში გაყიდვებისა და პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ამ ეტაპზე ტრადიციულად მთავარი მოთხოვნა კვერცხზე, საღებავებსა და ტკბილეულზეა. მაღაზიათა ქსელების სიმრავლე გარემო ვაჭრებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. როგორც თავად დაფასებენ, მიზეზი კომფორტი და ქალაქის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების პრობლემა, რაც მომხმარებელს მაღალი ფასნამეტის გადახდის მოტივაციას აძლევს. ბაზარი ხო იცი მაინც მაღაზიებმა მაინც დაგჩაგრა. კი, გაგვიძვირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასეთი ადგილობრივი ვინც აქვს ცხოვრობთ, არ ვამატებთ იმდენს, რომ არ მოვიდეს კლიენტი, მაინც ვახერხებთ, რომ აღარ დავამატოთ იმდენ 30-50 კაპი, მეტი არა შვილი. თუ ვინმე უცხოელი შემოვიდა, თუ უკრაინელი თუ რუსი, კიდე არ აგვიშავს. მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, დღესასწაულები რითეილ სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ მასტიმულირებელ პერიოდად რჩება. აღნიშნული ეფექტი ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში განსხვავებულად იგრძნობა. ეს კი მომხმარებლის მხრიდან უფრო კომფორტულ, მრავალფეროვან და მარტივად ხელმისაწვდომ სერვისებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.